საღამო მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათია ეთერში აპოსტების მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახალ ამბებში ნახავთ. ჯაშუშობა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გიორგი უძილაურს ბრალდება წარადგინა. პროკურატურა წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. როგორია ბრალდებულის პოზიცია? კიდევ ერთი განაჩენი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლოს გადაწყვეტილება და მხარეთა პოზიციები გიყვებით რამდენიმე წუთში. სპეკულაციები პატრიარქის არჩევის საკითხით და გააქტიურებული შეტევა ეკლესიის წინააღმდეგ ვინ დგას ანტიეროვნული კამპანიის უკან. მონაწილეობა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის სამიტში სიტყვით გამოსვლა და ორმხრივი შეხვედრები. პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი მონტენეგროში დაიწყო. როგორია შალვა პაპუაშვილის დღის წესრიგი პირდაპირ ჩართვა რამდენიმე წუთში. კიდევ ერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავის საქართველოს სცენაზე. კანიე ვესტი 12 ივნის თბილისში კონცერტს გამართავს. როდის დაიწყება ბილეთების გაყიდვა? ჯაშუშობა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გიორგი უძილაურს ბრალდება წარადგინა. უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. ახკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე კი სასამართლო იმსჯელებს. საქმეში არსებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციების გამო პროცესი სავარაუდო დახურულ რეჟიმში ჩატარდება. ჯერჯერობით უცნობია მძიმე დანაშაულში ბრალდებულის პოზიცია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ დააკავა არსებული ინფორმაციით გიორგი უძილაური ჯაშუშურ საქმიანობას ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ეწეოდა. დეტალებით ანა შანიძე. გიორგი უძილაურს ბრალის ოფიციალური დადგენილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში დღის მეორე ნახევარში გააცნეს. უკვე ცნობილია, რომ ჯაშუშობაში ბრალდებულისთვის პროკურატურა სასამართლოს ახკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. დაკავებულს ბრალდება ჯაშუშობის ფაქტზე წარედგინა, რაც საჯელის სახე და ზომა 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით დაკავებულის პოზიცია ან დაცვის მხარის სტრატეგია ჯერჯერობით უცნობია, რადგან გიორგი უძილაურის ადვოკატი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შესვლამდე მედიასთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა. კომუნიკაცია მქონდა. რა სამართლებრივ პოზიციას ირჩევს ის? ჯერ არაფერს როცა გამოვალთ, მე მოგახსენებთ რა. საქმის მასალებსაც არ იცნობ. რა თქმა უნდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით დაკავებული მატერიალური სარგებლის მიღების სანაცვლოდ ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობდა. გამოძიების ცნობით სხვადასხვა სახის საიდუმლო ინფორმაციას, როგორც პირისპირი ფარული შეხვედრებით, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით სისტემატურად გადასცემდა. როგორც სულში აცხადებენ უცხო ქვეყანას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებული ვითარება, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციები აინტერესებდა. დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატიური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებით დაკავებული პირი მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზეც, რომელიც მიზანი იყო მედიასფეროს წარმომადგენლების მოზიდვა და აღნიშნული ქსელის გამოყენებით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვება მათ შორის რეგიონის ქვეყნების მიმართულებით.
გამოძიება ამბობს იმასაც, რომ დაკავებული ჯაშუშური საქმიანობისთვის იყენებდა როგორც წარსულ, ასევე მოქმედ თანამდებობებს და სხვადასხვა უწყებაში არსებულ პირად კონტაქტებს. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონტრდაზვერვითი საქმიანობა პრიორიტეტად გამოაცხადა, რადგან მისივე შეფასებით შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია მსგავს დანაშაულებს სახელმწიფო ეფექტურად გაუმკლავდეს. ბრალდება არის და ეს არის ხა სრულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროკურატურის მართლმსაჯულების საკითხი, რათა ყველა დეტალი გაიგოს და ადგინდეს. თუმცა თავისთავად ფიქრობ მნიშვნელოვანი არის, რომ უსაფრთხოების სამსახურმა ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა კონტრდაზვერვითი საქმიანობა. ჩვენ ხედავთ თანამედროვე სამყაროში, როგორ გამოიყენება სხვადასხვა ინსტრუმენტები იმისთვის, რომ დაიმორჩილონ ქვეყნები, დაიმორჩილონ საზოგადოებები. დღეს ეს არის ადრე თუ იყო სამხედრო ძალა, უფრო პრიორიტეტი, დღეს ეს არის რბილი ძალა, ინფორმაციული ომი, რომელთაც ცდილობენ დაიმორჩილონ საზოგადოებები და ხალხები. ჩვენ ხედავთ სამწუხაროდ, თუ როგორ არიან ჩვენ შორის ადამიანები, რომლებიც ღია თუ ფარულად მუშაობენ სხვა ქვეყნებზე, ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ხრივ სახელმწიფო იყოს ძლიერად მობილიზებული. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სახვითი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციების გამო დიდი ალბათობით პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდება. ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიესაჯათ. სასამართლო პროცესს ესწრებოდა გიორგი მიქაძე, რომელმაც საბოლოო სიტყვითაც ისარგებლა. დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე კი ძებნაში იმყოფებიან. ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით განზრახ მკვლელობისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი გელა უძილაურსაც, რომელმაც ბიზნესმენი თბილისის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ოთარ რომანოვ ფარცხალაძე. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მისი მითითებებით მოქმედებდნენ ძმები დავით და გიორგი მიქაძეები. ნანუკა წითელაშვილი გიამბობთ. კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის საქმეზე. სასამართლო მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმას, რომ პროკურატურამ მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეძლო ბრალდების დადასტურება. მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულს არაერთი მტკიცებულება ადასტურებს, რომელიც მრავალი ტომისგან შემდგარ საქმეში დევს, თუმცა დაცვის მხარე განაჩენს არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში აპირებს. განაჩენს ხდომათა დარბაზში უსმენდა გიორგი მიქაძე, რომელმაც საბოლოო სიტყვით ისარგებლა. დავით და გიორგი ჯოხაძე კი ძებნაში იმყოფებიან. ამ საქმეზე წინ არის გასაჩივრება, საქართველოს ორი ინსტანცია და თუ ესეთი ფორმით დარჩა ამ ინსტანციებში, ამ საქმეზე ყველა ვარიანტში სტრასბურგის სასამართლოს მიმართა ბრძოლა გაგრძელდება ქვეყნის შიგნით შემდგომ ორ ინსტანციაში და აუცილებლად საქმეს წავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ამით არაფერი არ დასრულებულა ამ ფაქტით. ყველაფერი გვაქვს წინ, ბრძოლას ვაგრძელებთ ბოლომდე. მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და ვიდეო მასალები მრავალტომიან საქმეში არსებული. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის მიერ შეკვეთითა და ანგარებით შესრულდა. 5 მილიონი დოლარი ეს არის თანხარის სანაცვლოდაც გამოძიების ინფორმაციით დამნაშავეები მძიმე დანაშაულის ჩადენას დათანხმდნენ. მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, ვიდეო მასალით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით ერთობლიობაში დადასტურდა შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა, რომ სამივე ბრალდებულმა განახორციელა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს განაჩენი არის დასაბუთებული და კანონიერი. ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზების საქმეზე ბრალდებულია ოთარ რომანოვ ფარცხალაძეც. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მისი მითითებებით მოქმედებდნენ ძმები დავით და გიორგი მიქაძეები. ყოფილ პროკურორზე ძებნაა გამოცხადებული. როგორც ინფორმაციულ პატაკში და მათ შორის რომიკო გოგიაშვილიცა დაიკითხა სასამართლო პროცესზე და მოპოვებული მტკიცებულებით ირაკლი უსოიანი, რომელმაც განახორციელა დაკავშირება ოთარ ფარცხალაძესთან და შემდეგ და ასევე მიქაძე ფარცხალაძის საქმე ამ ეტაპზე გაგრძელებულია წინას გამოძიების ვადა და წინასასამართლომ არის ჩანიშნული 22 ივნისს.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით განზრახ მკვლელობისა და მისი მძღოლის გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის უვადო პატიმრობა მისჯილი აქვს გელა უძილაურს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წიწივაძე. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე კი განაჩენის მოლოდინში არიან. პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროშია შალო პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის რიგით პირველ სამიტში. დაგეგმილია შალო პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ორმხრივი შეხვედრები. მე დეტალს ჩემი კოლეგა სალომე გობრონიძე გვეტყვის, რომელიც ქალაქ ბუდვადან პირდაპირ ეთერში გვერდება. სალომე, გისმით. მონტენეგროში ქალაქი ბუდვა შეიძლება ითქვას, რომ 2 დღის განმავლობაში საერთაშორისო საპარლამენტო ცენტრი იქნება. სწორედ აქ იმართება ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის პირველი სამიტი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ როგორც ევროპული სახელმწიფოებიდან, ასევე ხმელთაშუა ზღვის სხვა წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან პარლამენტის თავმჯდომარეები. მონტენეგროში იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად და ამ შემთხვევაში ამ პლატფორმაში შალვა პაპუაშვილი მიწვეულია როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. როგორც იცით, ეს სტატუსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტისას გადაიბარა. რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის მონტენეგროში ვიზიტის დღესწესრიგი არის საკმაოდ დატვირთული, რომელზეც სულ ცოტა ხნის წინ მედიასთან ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილი ხვალ ამ მასშტაბურ საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოვა და სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას გაამახვილებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამოწვევების ფონზე რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ კოლეგებს დეტალურად გააცნობს საქართველოს პოტენციალს. ამ პლატფორმას შალვა პაპუაშვილი ასევე გამოიყენებს ორმხრივი შეხვედრებისთვისაც. დაგეგმილი არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის წევრ და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან. შალვა პაპუაშვილი აპირებს, რომ კოლეგებს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ბუნებრივია შეხვედრებზე სასაუბრო ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს ევროკავშირის შორის დღეს არსებული ურთიერთობები და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, ამ მიმართულებით კანდიდატ ქვეყნებს განსაკუთრებით ბევრი საერთო აქვს და გამართულ შეხვედრებზე მუდმივად ორივე მხარე თანხმდება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ხანგრძლივ გზაზე ქვეყნების მიმართ არსებობს ბევრი მოთხოვნა, თუმცა თავად ევროპული გაერთიანების მხრიდან ნაკლებად შესრულებული დაპირება. როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მონაწილეობას მივიღებ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში. მექნება შესაძლებლობა, რომ შევხვდე კოლეგა პარლამენტის თავმჯდომარეებს, რა თქმა უნდა, გამოსვლის ფარგლებში ვისაუბრო რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, შავი ზღვის ქვეყნების გამოცდილებით და ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეასთან მქონდეს ჩვენი გამოცდილების გაზიარება და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა. ზოგადად ვფიქრობ, რომ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები კიდევ უფრო სასარგებლო არის ვიდრე გლობალური გაერთიანებები, ვინაიდან რეგიონული სპეციფიკაციის გათვალისწინებით უფრო ადვილი არის აუხსნა კოლეგებს თუ რა გარემოებებში ვითარდება ქვეყანა. ჩვენ ვართ პაპსეკში თავმჯდომარე ქვეყანა და წარმოდგენილი ვართ ამ სტატუსით ბუდვაში. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნოთ ისიც, რომ სულ მალე გაიმართება პაპსეკის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალური ასამბლეა საქართველოში. ჩვენ მას პინძლობთ, ძალიან მასშტაბური ღონისძიება იგეგმება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონტენეგროში დღესწესრიგი, როგორც უკვე გითხარით, არის საკმაოდ დატვირთული. ხვალ დილიდან დაიწყებს შალვა პაპუაშვილის შეხვედრებს კოლეგებთან სხვადასხვა სახელმწიფოებიდან და სწორედ ხვალ გაიხსნება ოფიციალურად ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის პირველი სამიტიც. მადლობა სალომე, ბუდვადან პირდაპირ ეთერში სალომე გობრონიძე საუბრობდა.
წმინდა სინოდი პატრიარქის ასარჩევად ემზადება ქართული ეკლესიისთვის მეტად საპასუხისმგებლო დროს კი კიდევ უფრო გააქტიურდა შეტევა ავტორიტეტული ინსტიტუტის წინააღმდეგ. პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები შეურაცხყოფენ პატრიარქობის კანდიდატებს, აკრიტიკებენ სინოდის გადაწყვეტილებებს და არჩევნების პროცესის დაზიანებას ცდილობენ. ანტიეროვნული კამპანია ოპოზიციის მიერ დაფინანსებული არხებიდან ხორციელდება, რომელშიც ჩართულები არიან როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მათი მხარდამჭერი სასულიერო პირები და მათთან დაკავშირებული სხვადასხვა ჯგუფები. განსაკუთრებული თავდასხმის სამიზნეა მეუფე შიო, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ გამოარჩია. ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის მიზანი ამჯერადაც ეკლესიის დისკრედიტაცია და პატრიარქის არჩევის პროცესზე ზეგავლენის მოხდენაა, თუმცა მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ უცხოეთიდან კოორდინირებული ანტიეროვნული კამპანია შედეგს ვერ გამოიღებს. სოსო ელისაშვილი გიამბობთ. ახალი პატრიარქის არჩევამდე ერთი კვირა რჩება ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებული მღვდელმსახურების აღვლენის შემდეგ მეუფე შიომ მრევლს მიმართა. სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ განმარტა, რომ დიდი გაფართოებული საეკლესიო კრება, სადაც ახალი კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევა მოხდება, მომავალ კვირაში გაიმართება. მან პროცესის ღირსეულად, მშვიდობიანად და სიყვარულით წარმართვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს დიდი გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევა და მე მინდა ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყოველ თქვენგანს, ჩვენს ძვირფას მრევლს, რომ გავაძლიეროთ ლოცვები, რომ ეს დიდი მოვლენა ჩავატაროთ ღირსეულად, მშვიდობიანად, სიყვარულით, რომ ღვთისნება გამოჩნდეს და ყოფილიყოს ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო არჩევანი. საპატრიარქო არჩევნების მოახლოებასთან ერთად კამპანიური ხასიათის შეტევა ეკლესიისა და სრულიად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის წინააღმდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა. დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა და მამუკა ხაზარაძის მოძღვარმა ლელოს ლიდერის მიერ დაფინანსებულ ტv პირველს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მეუფე შიოს წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთა. მეუფე ზენონი არაჯულმა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე თქვა, რომ მისთვის პატრიარქად ილია მეორის მოსაყდრე მიუღებელია და შესაძლოა სინოდის განმეორებითი სხდომის მოწვევაც მოითხოვოს. მეუფე ზენონი არის პოლიტიკური სიმპათიების დამალვით გამოირჩევა. მის სულიერ შვილთან და ლელოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად დადიოდა ძალადობრივ აქციებზე და მხარს პროტესტის მონაწილეებს უჭერდა. ზენონი არაჯულის განცხადებების ტირაჟირება ინტერვიუდან მოკლე ხანში აქტიურად დაიწყეს ოპოზიციურმა და ქვეყნის ფარგლებს გარედან დაფინანსებულმა მედია საშუალებებმაც, რაც ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით წარმოებული შეტევების კამპანიურ ხასიათს ემეტყველებს. მეუფე შიო არის საშიში საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად. ამ ადამიანმა მე დამანახა, რომ არის უსამართლო. მსჯავრი არ აქვს სამართლით. უამრავ რაღაცაში. ახალი პატრიარქის გამოსარჩევად გასამართ სხდომასთან დაკავშირებით ისაუბრა მეუფე იაკობმაც. ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა განმარტა, რომ ეკლესიაში სიმშვიდეა და ზეწოლას მღვდელმთავრებსა და მათ არჩევანზე არავინ ცდილობს. გადაწყვეტილებას კი დამოუკიდებლად მიიღებენ და მედია საშუალებებს თემის ხელოვნურად გააქტიურების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. მეუფე იაკობის თქმით, წმინდა სინოდი ვისაც გამოარჩევს, მღვდელმთავრები ვალდებულნი იქნებიან დაემორჩილონ. შიგნით სიმშვიდეა, არავინ არ ერევა და არც გავაბედინებთ ვინმეს რა ჩარევა რომ უნდადეს, შიგნითაც რომ უნდადეს, ჩვენს წევს რომ უნდადეს ჩარევა, ის ვერ გაგვიბედავს, არათუ გარედან ვინმე გაგვიბედოს, მაგის კარგად იცოდეთ. ქვეყანაში იქნება თუ ქვეყნის გარეთ. ძალიან საიმედო ხელშია ჩვენი ეკლესია და ვისაც გამოვირჩევთ, ვალდებულები ვართ ვაღიაროთ და ისე არ არის რა, რაც ახვიდეთ და უცხოელებს უთხრა რომ აბა ლეგიტიმაცია შემომეცეთ ჩვენსაც, ჩვენ გადავწყვიტოთ. ანტიეკლესიურ და სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის წინააღმდეგ კამპანიაში ოპოზიციაც აქტიურობს. ერთ-ერთ გადაცემაში არმაზ ახვლედიანმა წმინდა სინოდის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა. ლაშა ჩხარტაშვილმა კი მეუფე ზენონზე დაყრდნობით ეკლესია და მეუფე შიო ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე რუსული გავლენების გატარებაში დაადანაშაულა. უდიპლომოები, გაუნათლებლები, ეს შავრაზმელები ეუბნებიან მეუფე ისაიას, რომ დიპლომი გვაჩვენეო. მეუფე დანიელს შენ ეუბნები, რომ ასაკს გიწუნებო, რას სითავ ხედეა. მეუფე იობს, შენ ვის რას უბედავ, ვინ ახალ, ეს არჩევნები კი არა, ეს ფიქციაა ფაქტობრივად. რუსეთს აძლევს ხელს უპირველესად და მხოლოდ იმას, ვინც რუსეთის ინტერესს გამოხატავს საქართველოში.
ძალიან კარგი რომ პირდაპირ ითქვა ძირს რუსეთი და მისი გავლენა ერში და ბერში. არმაზახულედიანს ერთიან ნეიტრალურ საქართველოში გამოეხმაურნენ კოტეჟღენტმა ოპოზიციონერ პოლიტიკოს წარსული შეახსენა და განმარტა რომ მას სხვაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს. ნაძირალა ახვლედიანი პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცევთან, ნაცებს ოცნებასთან, ოცნებას ისევ ნაცევთან და ეხლა კაცმა არ იცის ვინ და რა დარჩა პედავს ეკლესიაზე საუბარს. ეს პროფესიონალი იუდა. ხალხის ძალაში განმარტავენ, რომ კოორდინირებული კამპანიის უკან გარეძალებით განან შეტევისა და ზეწოლის გაძლიერების მიზანი კი იმ ინსტიტუციის დისკრედიტაცია, რომელსაც მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერა და ნდობა აქვს. ქართულმა საზოგადოებამ და მისმა აბსოლუტურ უმრავლესობამ დაადასტურა, რომ ის არის მომხრე სარწმუნოების, ოჯახური ტრადიციების და ასე შემდგომ. ამიტომ ეს თავდასხმები სწორედ გარედან მოდის და მათი დავალებით ხდება. ჩვენ კარგად გვახსოვს მიხაილ როთის და მისი კოლეგების განცხადებები რუსთაველზე, რომ შავბნელ ძალებად მოიხსენია მან ეკლესია, საპატრიარქო და მისი აქაური ამსონები, აქაური აგენტურა, ქართული ეგრეთ წოდებული NGO სექტორი თუ ნაცმოძრაობა როგორ იმეორებდა იგივეს, რომ შავბნელი ძალები არიან საპატრიარქოში და ასე შემდგომ. მმართველ გუნდში უსვამენ ხაზს, რომ წმინდა სინოდი ახალ პატრიარქს ჩარევის და ზეწოლის მიუხედავად დამოუკიდებლად გამოარჩევს, რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ეკლესიის დისკრედიტაციას ცდილობს ქართულ ოცნებაში, ამბობენ, რომ მსგავსი პოლიტიკოსები ფარისევლები არიან. ეკლესიასთან მათი ბრძოლის მეთოდები მიუღებელია და საზოგადოებისგან შესაბამის პასუხს მიიღებენ. მე მგონი ყველამ უნდა პატივისცეს უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას. ყველა უნდა ღირსეულად ატაროს ის ხელდასხმა, რომელიც პატრიარქისგან აქვს მიღებული და ყველამ უნდა ღირსეულად გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ გადააბარა კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. ეს არის ვფიქრობ ყველას მოლოდინი, უპირველეს ყოვლისა მრევლისაც, საზოგადოების მოლოდინი, ეკლესიის მიმართ და სინოდის მიმართ. ამიტომ მე ყველას მიმართ მექნება უმორჩილესი თხოვნა, რომ ღირსეულად გაიარონ ეს პროცესი, რომ ღირსეულად გაგრძელდეს ის საქმე, რომელიც კათოლიკოს პატრიარქმა თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით თითოეულ მათგანს ჩააბარა. ამაზე რძენიც კი არის ამ ტიპის განცხადებები, როგორც ერთი რიგითი ადამიანისთვის, რომელიც პატივისცემს ეკლესიას, პატივისცემს ეკლესიის წარმომადგენლებს. როგორც პოლიტიკოსისთვის, რა თქმა უნდა, ასევე კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ყველანაირი ჩარევა, ზემოქმედება, ძირის გამოთხრა ეკლესიისთვის თუ პატრიარქის გამორჩევის პროცესისთვის, ცდილობენ საპატრიარქო კანდიდატებისთვის მათ რაღაც ლაფის ტალახის სროლით მათთვის შეურაცხყოფის მიყენებით მათი რეპუტაციის შელახვას და ზოგადად ეკლესიის მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციის შელახვას. იმიტომ რომ ხედავენ, რომ რეალურად საზოგადოებას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა მათდამი. სრულიად საქართველოს ახალ პატრიარქს წმინდა სინოდი შემდეგ კვირას გამოარჩევს. მანამდე კი რადიკალური ძალები სავარაუდოდ პროცესის დაზიანებას ყველა შესაძლო გზით შეეცდებიან. ევროპარლამენტის მორგი დეზინფორმაციული ანგარიშის საქართველოს შესახებ და ოფიციალური თბილისის პასუხი. ხელისუფლებამ მკაცრად გმობს ევროკავშირის ინსტიტუტების გამოყენებას ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმისთვის და განმარტავს, რომ მსგავსი უსამართლო დამოკიდებულებები ძირს უთხრის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს. ნაცმოძრაობის ლობისტი ევროდეპუტატის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს საგარეო უწყება რეალობას აცდენილს უწოდებს, რაც ზიანს აყენებს თავად ევროპარლამენტის რეპუტაციას. თავდასხმა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე პოლარიზაციის ხმავება ანტიდემოკრატიული პროცესებისა და რადიკალური განწყობების წახალისება. სწორედ ამ მიზანს ხედავს საქართველოს ხელისუფლება ლიეტუველი ევროდეპუტატის რასა იუკნევიჩიანეს მიერ შემუშავებული მორგი ცილისწამებლური ანგარიშის მიღმა. ქეთი მამრიკიშვილი გიამბობთ. ტრადიციული დოკუმენტი, ტრადიციული ბრალდებებითა და ტრადიციული ავტორებით. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ მორიგი ანგარიში მიიღო, რომელიც მთლიანად ოპოზიციის დღის წესრიგზე აგებული და რომელიც ასევე ოპოზიციის მოკავშირე ევროპარლამენტარმა შეადგინა. 16 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც ისევ სააკაშვილის მეგობარმა რასა იუკნევიჩიანემ მოამზადა, კვლავ უსაფუძვლო ბრალდებებს შეიცავს ხელისუფლების მიერ საგარეო კურსის გადახვევასთან დაკავშირებით და ისევ მის მუქარა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით. დოკუმენტში რასა იუკნევიჩიანე და მისი თანამოაზრე ევროდეპუტატები ისევ ითხოვენ საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებას.
აღნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კვლავ გავლენიან ინსტიტუტად რჩება ქართულ საზოგადოებაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებრივი დისკურსის ჩამოყალიბებაში. გამოთქვამს შეშფოთებას რუსეთის მიერ რელიგიური ქსელების გამოყენებასთან დაკავშირებით პრორუსული ნარატივების გასავრცელებლად საქართველოში იხსენებს, რომ საქართველოში ზოგიერთმა სასულიერო პირმა წინააღმდეგობა გაუწია ასეთ ინსტრუმენტალიზაციას და გამოვიდა ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ. რასაი უკნევიჩიენემ მის მიერვე შედგენილ დოკუმენტში მისივე თანამოაზრე მირიამ ლექსმანთან ერთად შესწორებაც დააინიცირა და ქართულ მედიას პირდაპირ თავს დაესხა. დოკუმენტში ითხოვენ ჩანაწერს 3 დამოუკიდებელი ქართული ტელეკომპანიის პოსტივის, იმედისა და რუსთავიორის შემზღუდავ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ნანობს იმ ფაქტს, რომ 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართულმა ოცნებამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ტრაექტორია სრული ავტორიტარიზმისკენ. აფრთხილებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის უბიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც ქართული ოცნება სრულად იქნება პასუხისმგებელი. ევროდეპუტატები იქამდეც მივიდნენ, რომ თავს დაესხნენ ქართულ ეკლესიასაც. შესაბამისი შესწორების ავტორი, ასევე სააკაშვილის მეგობარი ევროდეპუტატი ნატალი ლუაზოა, რომელიც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას პრორუსული ნარატივის გავრცელებაში ადანაშაულებს. გმობს ქართული ოცნების მომხრე მედია საშუალებების, მათ შორის იმედის და პოსტივის როლს ევროკავშირის მისი ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ სისტემური დეზინფორმაციისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებაში. აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის მიერ ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებას ამ მაუწყებლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს გადახედონ ასეთი მედია საშუალებების აკრედიტაციას ევროკავშირის ინსტიტუტებში და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მიჰყვნენ დიდი ბრიტანეთის მაგალითს და მიიღონ შესაბამისი შემზღუდავი ზომები. ქართული საზოგადოების შანტაჟი და მუქარა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებულ ანგარიშს საგარეო საქმეთა სამინისტრო რეალობას აცდენილს უწოდებს. უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ აბსურდული ბრალდებებითა და დეზინფორმაციით სავსე ანგარიში ზიანს აყენებს ევროპარლამენტის რეპუტაციას, არყევს ქართული საზოგადოების ნდობას ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მიმართ. ანგარიში სრულიად აცდენილია რეალობას, ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებით, აბსურდული ბრალდებებით და ინფორმაციით მანიპულირების მეთოდების გამოყენებით ტირაჟირებას უკეთებს დეზინფორმაციას, რითაც ზიანს აყენებს ევროპარლამენტის რეპუტაციას, არყევს ქართული საზოგადოების ნდობას ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მიმართ, რაც აისახება საზოგადოების განწყობებში და პოლიტიკური წრეების სამართლიან პროტესტში. შემაშფოთებელია ევროკავშირის ინსტიტუტების გამოყენება ქართულ სახელმწიფოზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ქართულ საზოგადოებაზე და ფასეულობებზე მიზანმიმართული თავდასხმებისთვის, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რაც უხეშად ლახავს ერის რელიგიურ გზნობებს. ანგარიში წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებაში პოლარიზაციის, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ხალხისგან გამიჯვნის, ანტიდემოკრატიული პროცესებისა და რადიკალური განწყობების წახალისების მორიგ მცდელობას. დეზინფორმაციებითა და აბსურდული ბრალდებებით გაჯერებულ დოკუმენტს ფასი არ აქვს სახელმწიფო გუნდისთვის. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მიზანი კვლავ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და ხელოვნური აჟიოტაჟის გამოწვევა. სრული რეინკარნაცია არის უკვე სახალხო დეპუტატთა ყრილობის, ხოლო ჩვენ ფიქრობთ ევროპულად, ჩვენ ფიქრობთ როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ასე რომ ჩვენ შორის არის ღირებულებითი უფსკრული. ქართულ ღირებულებებთან ის რაღაცა ღირებულებითი აჯაფსანდალი, რომელიც დღეს ევროპარლამენტში ხდება, ამასთან ჩვენ არაფერი საერთო არ გვაქვს და ვერც გვექნება. ევროკავშირის ეს ინსტიტუცია უნდა შეიცვალოს თვისებრივად იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტს და საქართველოს შეეძლოს მასთან რაიმე სახის ურთიერთობა. თავად ევროკავშირშიც გარდა პოლიტიკური ხმაურისა ამ დოკუმენტს არანაირი სხვა მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, პრაქტიკული დიალოგისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ როდესაც ჩვენ ხედავთ ამ ტიპის უსაფუძვლო ბრალდებებს, ამ ტიპის განცხადებებს, ტყუილებს, პირდაპირ ვთქვა, ტყუილებით სავსე დოკუმენტს, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის დოკუმენტები აზიანებს ამ მხრივ თანამშრომლობას. ამ ყველა რეზოლუციას ყავს ერთი საერთო ავტორი, რომლებიც არიან ან ლობისტები, ჩვენი ნაციონალური მოძრაობის, ან ის ადამიანები, რომლებიც არიან პირდაპირ მიმართული ჩვენი ქვეყნის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული განცხადებების. შესაბამისად, საზოგადოებამ ამ განცხადებებს ძალიან მკაფიო პასუხი გამოუცხადა იმ უნდობლობასთან დაკავშირებით, რომელიც ამ რეზოლუციებზე აქვთ.
სახელმწიფო გუნდის მხრიდან მწვავე რეაქცია მოყვა მედიაზე თავდასხმის ფაქტსაც. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ევროპარლამენტართა ნაწილი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ იბრძვის, რაც ევროპულ ფასეულობებთან აცდენილია. არაფერი არ გააკეთოთ, სიმართლეზე არ ილაპარაკოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაცა ტიპის სანქციებში მოყვებით. ესე იგი, ჯერ ხო პოლიტიკოსებზე იყო ეს მუქარა, ახლა გადავიდნენ თავისუფალ პრესაზე და ეს არის ყველაზე გულდასაწყვეტი, იმიტომ რომ თავისუფალი სიტყვის რაიმე ფორმით შეზღუდვა არანაირ ევროპულ ფასეულობას არ წარმოადგენს და ისინი როგორც ჩანს უკვე დიდი ხანია ამ ფასეულობებს დაშორდნენ. როდესაც ევროპარლამენტის წევრი ხარ და რაც არ უნდა განსხვავებული აზრი და განსხვავებული კრიტიკა გესმოდეს და ასანქცირებ, დღეს მედია საშუალებებს ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არ ესმით სიტყვის თავისუფლება რას ნიშნავს, მედია თავისუფლება რას ნიშნავს და ზოგადად დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია. რასა იუკნევიჩიანეს მიერ შედგენილ მორიგანტი ქართულ ანგარიშს ევროპარლამენტარები მომავალ პლენარულ სესიაზე გენსუყრიან. ელექტორალური და ერთობის კრიზისი ოპოზიციაში ალიანსში შემავალი პარტიები ერთმანეთის შემდეგ ამჯერად საკუთარ ამორჩეველს აკრიტიკებენ. ოპოზიციაში უკვე აღიარებენ, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზების რესურსი არ აქვთ, რადგან ხალხის მობილიზებას ვერ ახერხებენ. თუმცა საკუთარ პოლიტიკურ კრახში ტრადიციულად საკუთარ დანაშაულს ვერ ხედავენ და პასუხისმგებლობას ამორჩეულებს აკისრებენ. უფრო მეტიც სკეპტიკურად განწყობილ მხარდამჭერებს შეურაცხყოფელი ფრაზებით მოიხსენიეს ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე. ერთი ქოლგის ქვეშ დაბრუნებული ნაცმოძრაობას პოლიტიკურ კრახს უწინასწარმეტყველებს მართველი გუნდი. ამის მიზეზად კი მათ პოლიტიკურ წარსულს და ანტიეროვნულ დღის წესრიგს ასახელებს, რომელსაც ოპოზიცია გარე მითითებების შესაბამისად მიჰყვება. მარიამ რატიანიგი ამბობთ. ყველა უნიჭო და უტრა ამ ეპითეტებით ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე საკუთარ ამორჩეველს ამკობს. ასეთია მისი რეაქცია მხარდამჭერთა კონსტრუქციულ კრიტიკაზე. გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის გაღიზიანება 26 მაისს სააკაშვილი გვარამია ბოკერიას ალიანსის მიერ დაანონსებულ აქციაზე. მათივე ელექტორატში არსებულმა პესიმიზმმა გამოიწვია. საზოგადოებამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ალიანსს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მათი მხარდაჭერის აზრს ვერ ხედავენ. პასუხად კი საკუთარი უუნარობით გაღიზიანებულმა ჯაფარიძემ მისი როგორც პოლიტიკოსის ყველა პასუხისმგებლობა მოიხსნა. ისრების საზოგადოებაზე გადაიტანა ელექტორატის არარსებობა, თავადვე აღიარა და ჯავრი თავისივე ამორჩეველზე შეურაცხყოფის მიყენებით იყარა. მესმის და ვკითხულობ სხვადასხვა ტექსტებს, რატომ უნდა გამოვიდეთ? ასჯერ გამოვედით და მე რა. ოპოზიცია ბრალია ყველაფერი, ოპოზიცია არ ვარგა. ეს კლასიკა უკვე. ყველა უნიჭო და უტრა. ამას იმეორებს 24 შვიდზე პარტიები ვერ ამობილიზებენ ხალხს, მეგონება მე სადმე ბუჩქებში მყავდეს ხალხი დამალული და მეზარებოდეს ამ ხალხის გამოყვანა. მე საერთოდ ისიც არ მესმის, რატო ფიქრობს ვინმე რომ მე ამ იმეს ხალხის რაღაცა არის გაღვიძების ის ამაკ ვალდებულება. იმიტომ რომ პოლიტიკოსი ქვია, აი ნუ მართლა კაც ისევე როგორც ალიანსის შიგნით პოზიციებში ცაცდენილები არიან ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ გაერთიანებაში. ნაციონალურ მოძრაობაში კვლავ აბსტრაქტულ მოცემულობაზე საუბრობენ და არსებულ ელექტორატის კრიზისს თვალს არიდებენ. ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ადამიანური რესურსის კონცენტრაციის პრობლემას ვერ ხედავს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მან დრო ვერც ჯაფარიძის კრიტიკული ვიდეოს გასაცნობად გამონახა და აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებას თავი ამ გზით აარიდა. ხალხის მობილიზაციის პრობლემა მე არ მგონია, ზოგადად მე არ მინახავს ურას არის განცხადება ხო ვიდეო იყო როგორც მითხარით ხო არ მინახავს ნამდვილად ძალიან ბევრი საქმე მქონდა გუშინ და დღეს ოპოზიციის შეურაცხყოფელი დამოკიდებულებები არ უკვირთ ხალხის ძალაში. პარტიაში აცხადებენ, რომ მუდმივი შიდა დაპირისპირება და როგორც ერთმანეთისთვის, ისე ამომრჩევლისთვის შეურაცხყოფის მიყენება რადიკალების ჩვეული ქმედებებია. გურამ მაჭარაშვილის თქმით, პოლიტიკური სცენის მათგან სამართლებრივი გზით გაწმენდა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლების ოპონენტთა გარკვეული ნაწილი მუდმივ ჩაკეტილ წრეზე ივლის. ეგრეთ წოდებული ალიანსები თუ ფანჯატურები ხან გაერთიანდებიან, ხან მერე ისე ვიშლებიან. აუცილებლად ერთმანეთს ეჩხუბებიან, მერე ისევ დაიშლებიან, მერე ისევ გადავლენ ერთმანეთის და მხარდამჭერების გინებაზე და ასე შემდგომ. არის იმის დასტური, რომ ნაცმოძრაობა თავის სატელიტებით არის გასაუქმებელი.
ოპოზიციური ისტერია არც მმართველ გუნდში უყვირთ და აღნიშნავენ, რომ ეგრეთ წოდებული ალიანსის დღევანდელი მდგომარეობა მათი უშინაარსობის გამოძახილია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, რადიკალები ყოველთვის არა საკუთარი ხალხის, არამედ უცხოელ დამკვეთა დავალებების შემსრულებლები იყვნენ. საზოგადოების მხარდაჭერა კი ამიტომ არ გააჩნიათ. ეს ის რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც მათი მხარდაჭერების მიერ მინიჭებული მანდატები დახიეს, ასე რომ მათ არანაირი ანგარიშვალდებულება ქართველი ხალხის და მათ შორის საკუთარი მხარდაჭერების მიმართ არ გააჩნიათ. ყველას ერთადერთი ვის მიმართაც აქვთ ანგარიშვალდებულებას გრძნობენ, ერთადერთი ვისაც გრძნობენ, ეს არიან უცხო ძალები. მათ არანაირი რესურსი ხალხის გამოყვანის არ აქვს, ვინაიდან სიმართლე მათ მხარეს არ არიან, ისინი მტრობენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ამაში უკვე დარწმუნებულია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს დამოკიდებულებას როგორც ქვეყნის განვითარების კუთხით, დამოკიდებულებას როგორც მოსახლეობის განვითარების კუთხით. თუ ვინმე ძინავს და გამოსაფხიზლებელია, ეს სწორედ ის რადიკალური ოპოზიცია. სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანს უკვე რამდენიმე თვეა თავი გაერთიანებად მოაქვს, თუმცა ერთიანობის ნაცვლად მათგან ამ დრომდე საზოგადოებამ მხოლოდ საჯარო დაუსრულებელი შიდა განხეთქილებები და ახლა უკვე შეურაცხყოფები იხილა. კრახით დასრულდა ეგრეთ წოდებული ალიანსის მიერ რეგიონებში დაანონსებული მოსახლეობასთან შეხვედრებიც, სადაც ოპოზიციამ ცარიელი მცირე დარბაზებიდან ხან საკუთარი ალიანსის წევრები, ხანაც მედიის წარმომადგენლები გამოყარა. დღეის მონაცემებით კი საერთო სურათი ასე გამოიყურება. ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ერთობა როგორც ერთიანობისგან, ისე ელექტორატისგანაა დაცლილი. სახელმწიფო მანაკლიის სპორტის მშენებლობა დაიწყო ნავსადგურის აკვატორიაში დაღრმავებას და ტალღამტეხის პროექტირება. მშენებლობას ევროპული ეგრეთ წოდებული დიდი ოთხეულის წევრი მსხვილი ბელგიური კომპანია ჟანდე ნული ახორციელებს. კონტრაქტორ კომპანიასთან წარმატებით განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად საზღვაო აკვატორიაში ჩასატარებელი სამუშაოების ბიუჯეტი დაახლოებით 52 მილიონი დოლარით შემცირდა. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს ეკონომიკის მინისტრი გაეცნო. ნუცა კოროშინაძე თემის დეტალებით. სახელმწიფომ ისტორიული პროექტის ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო. სტრატეგიული ობიექტის მიმდინარე სამუშაოები ახლა აქტიურ ფაზაშია. ნავსადგურის აკვატორიაში დაღრმავებას და ტალღამტეხის პროექტირება მშენებლობას ევროპული ეგრეთ წოდებული დიდი ოთხეულის წევრი მსხვილი ბელგიური კომპანია იანდენულ ენვი ახორციელებს. კომპლექსური ობიექტი მოიცავს როგორც საპორტო, ისე მომიჯნავე ინფრასტრუქტურას. ეს კი თავის მხრივ გარანტია იმისა, რომ ანაკლია ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის საპორტო ინფრასტრუქტურაში. ისტორიული პროექტის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე, სადაც ადგილზე დავათვალიერეთ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, რომელიც საკმაოდ აქტიურ ფაზაშია შესული. ჩვენ გასული პერიოდის განმავლობაში აქტიური მოლაპარაკებები გქონდა კონტრაქტორ კომპანიასთან და მათთან ერთად ჩვენ ოპტიმიზაცია მოვახდინეთ პირველადი კონტრაქტის ღირებულების და მოხდა პროექტის გაიაფება 52 მილიონი დოლარით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება კომპლექსური ინფრასტრუქტურა, სადაც ერთის მხრივ რა თქმა უნდა მოეწყობა საპორტო ინფრასტრუქტურა და მეორეს მხრივ მომიჯნავე ინფრასტრუქტურა, როგორიც არის მათ შორის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ასევე მოეწყობა პორტთან მისასვლელი გზა, ისევე როგორც რკინიგზა, რომელიც უზრუნველყოფს პორტის ფუნქციონირებას, გამართულ ფუნქციონირებას და უზრუნველყოფს იმას, რომ ანაკლიას ექნება ღირსეული ადგილი არა მხოლოდ საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურაში, არამედ რეგიონში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სამშენებლო სამუშაოების დროს აქცენტი კეთდება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე. ასევე პროექტის კომპლექსურობიდან გამომდინარე საერთაშორისო დონის კომპანიები, ისევე როგორც ექსპერტები არიან მობილიზებულები, რაც უზრუნველყოფს ერთის მხრივ ადგილობრივი მოსახლეობაზე ამ პროექტის დადებითად ასახვას და მათ კეთილდღეობაზე და მეორეს მხრივ ჩვენ რა თქმა უნდა უზრუნველყოფთ საერთაშორისო ექსპერტიზის ჩართულობას იმისთვის, რომ უმაღლესი ხარისხით მოხდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მშენებლობა და განვითარება. კონტრაქტორ კომპანიასთან წარმატებით განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად საზღვაო აკვატორიაში ჩასატარებელი სამუშაოების ბიუჯეტი დაახლოებით 52 მილიონი დოლარით შემცირდა, რაც პროექტის პარამეტრებს არ შეხებია. ხარისხის საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკასთან შესაბამისი იქნება. ნავსადგურის სამშენებლო ტერიტორიაზე სამობილიზაციო და კვლევითი სამუშაოები დასრულებულია. ადგილზე მოწყობილია ინერტული მასალების საწყობები და აქტიურად მიმდინარეობს ტალღამტეხის დამცავი, ეგრეთ წოდებული X ბლოკების ჩამოსხმა.
მიმდინარეობს მზადება ტალღმტეხის მოსაწყობად. ჩვენ გეგმიურად მივყვებით პროექტის გრაფიკს და ფსკერის დაღრმავების სამუშაოები უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება. ტალღმტეხთან დაკავშირებული აქტივობები მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც საზღვაო ინფრასტრუქტურის მთლიანი პროექტი დასრულდება. ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ იან-დენულისთვის, ისე საქართველოსთვის ეკონომიკის სტიმულირების თვალსაზრისით. ტალღმტეხის მთლიანი სიგრძე 1380 მეტრია, ის ნავსადგურის ღიაობას უზრუნველყოფს 95%-ით წლიურ ჭრილში და დიდი გემების მიღება მომსახურებას შეძლებს, რაც შეეხება დაღრმავების სამუშაოებს. ჯამში თითქმის 6 მილიონი კუბური მეტრი გრუნტის ამოღებაა დაგეგმილი. მთავრობამ უკვე წარადგინა საქართველოს რკინიგზის 10-წლიანი განახლების გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე ინტეგრირებული სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემის ჩამოყალიბებას. გეგმის მიხედვით გაზრდილი ტვირთნაკათის ეფექტიანად მართვას ძლიერი საზღვაო ინფრასტრუქტურა სჭირდება. სწორედ ამიტომ უახლოეს პერიოდში დაიწყება პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და 18 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, რომელიც თავის მხრივ სატრანზიტო დერეფნის გამტარუნარიანობას და ოპერაციულ ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ეს არის ახალი 18 კილომეტრიანი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელიც დააკავშირებს არსებულ მაგისტრალს ანაკლიის პორტთან. სარკინიგზო, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურისთვის და ჩვენთვის ზოგადად რკინიგზისთვის ანაკლიის პორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ორი ურთიერთდაკავშირებული სინერგიული მიმართულება და ანაკლიის პორტით ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ ჩვენ როლს როგორც შუა კორიდორში, ასევე გავაძლიერებთ ჩვენ ფუნქციას სატრანზიტო მიმართულებით. ეროვნული მნიშვნელობის პროექტი ქვეყანას ახალ შესაძლებლობების ფანჯარას უხსნის. გაიზრდება გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობა, რაც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახალ ტვირთნაკადების მოზიდვას უზრუნველყოფს. სამხრეთ კავკასიის როლი გლობალურ ენერგოუსაფრთხოებაში და საქართველოს როგორც ევროპისა და აზიის ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი. ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების ფონზე სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელიც კასპიის ზღვიდან აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით იტალიამდე აღწევს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უალტერნატივო მარშრუტად ყალიბდება. იზრდება აზერბაიჯანის ენერგეტიკული შესაძლებლობებიც. ოფიციალურმა ბაქომ იტალიაში 4500 საწვავის სადგური შეიძინა და ნავთობით ქვეყნის მოთხოვნის დაახლოებით 16% უკვე უზრუნველყოფს. ტრანზიტის მთავარი მარშრუტი კი საქართველოს გავლით გავა, რაც ქვეყნის როლს როგორც გეოპოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ჭრილში კიდევ უფრო გააძლიერებს. მმართველი გუნდის შეფასებით ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში საქართველოს როლი თანდათან უფრო იზრდება. თეკლა ბესტავიშვილი გიამბობთ. ახლო აღმოსავლეთში კრიზისი უკვე პირდაპირ აისახა მსოფლიო ეკონომიკაზე. ენერგორესურსებზე დამოკიდებულებამ ქვეყნები რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ამ ფონზე ევროკავშირი ალტერნატიული ენერგიის წყაროების მოძიებას ცდილობს და ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად აზერბაიჯანი იკვეთება. განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა იტალიის პრემიერ-მინისტრის ვიზიტმა ბაქოში. ეს პირველი მსგავსი დონის შეხვედრა იყო ბოლო 13 წლის განმავლობაში და ორივე მხარის შეფასებით სტრატეგიულად გარდამტეხ ეტაპს წარმოადგენს. უკვე ცნობილია, რომ აზერბაიჯანმა იტალიაში 4500 გასამართი სადგური შეიძინა და ნავთობის მიწოდებით ქვეყნის დაახლოებით 16%-ს ამარაგებს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის პოზიციას ევროპის ენერგომომარაგებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანს-ადრიატიკული მილსადენის გაფართოებას და სამხრეთის გაზის დერეფნის გაძლიერებას. მარშრუტს, რომელიც აზერბაიჯანიდან ევროპამდე საქართველოს გავლით გადის და რომელიც ევროპის ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ყალიბდება. იტალია აზერბაიჯანის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს ემეტყველებს. გასულ წელს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელმა დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი შეადგინა. ბუნებრივია, ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს ენერგეტიკული სექტორი წარმოადგენს. ამ მიმართულებით ჩვენ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდით როგორც ერთმანეთის საიმედო და მყარი პარტნიორები. გასულ წელს აზერბაიჯანმა ჯამში 25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განახორციელა, საიდანაც 9.5 მილიარდი იტალიის ბაზარზე გავიდა. შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ მიწოდების მოცულობის შემდგომი გაზრდის პერსპექტივები, რაც თავის მხრივ დღის წესრიგში აყენებს ტრანს-ადრიატიკული მილსადენის გაფართოების აუცილებლობას.
რაც უფრო იზრდება ჩვენს გარშემო არასტაბილურობა, მით უფრო მნიშვნელოვანია იმ მყარი საფუძვლების განმტკიცება, რაც გაგვაჩნია. აზერბაიჯანიდან ნავთობისა და გაზის მიწოდებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იტალიის ენერგოუსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების შემდეგ. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ეს კავშირი, არა მხოლოდ მოცულობების ზრდით, არამედ მაღალ ტექნოლოგიური სამრეწველო პარტნიორობით მთელი წარმოების ჯაჭვის გასწვრივ. ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს, ქვეყანა, რომელიც ფაქტობრივად ენერგეტიკული დერეფნის ცენტრალურ რგოლად ყალიბდება. აზერბაიჯანიდან ევროპაში ენერგორესურსების მიწოდება სწორედ საქართველოს გავლით ხდება, რაც ქვეყანას სტრატეგიულ სატრანზიტო ჰაბად აქცევს. ამ ფონზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და ისტორიულადაც ასე იყო. საუკუნეების განმავლობაში აბრეშუმის გზაც საქართველოს გავლით გადიოდა, რადგან სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მოკლე და უსაფრთხო დამაკავშირებელი მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის. შალვა პაპუაშვილის თქმით, ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი გეოგრაფიულ რეალობას სათანადოდ ვერ აფასებს, რის გამოც ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის სრულად გააზრება უჭირთ. მთელი პრობლემა ბრიუსელის ბიუროკრატიის არის ის, რომ ისინი არავისგან არჩეული ხალხია, რომლებიც არ მოქმედებენ საკუთარი ხალხის გულისხმობ ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებითაც კი. ისინი არა თუ ჩვენ გვაზიანებდნენ და ჩვენ ეკონომიკურ გრევისკენ გვიბიძგებდნენ. ისინი ევროკავშირსაც აზიანებდნენ. ჩვენ რომ მათ ავყოლოდით და შევსულიყავით ეკონომიკურ ომში რუსეთთან, საქართველოს ეკონომიკურ გრევასთან ერთად, ისინი აბსოლუტურად მოწყვეტდნენ საკუთარ წვდომას რესურსებზე, ენერგეტიკულ რესურსებზე იქნება ეს თუ ტრანსპორტირების გზებზე. საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ საქართველოს გადაარჩინა ეკონომიკურ გრევას, იმით რომ არ ავყევით ჩვენ ბრიუსელის მოწოდებებს და ბჭყალებში რჩევებს, არამედ გადავარჩინეთ ევროკავშირით. ევროპისთვის საქართველოს მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება, როგორც სტრატეგიული სატრანზიტო ჰაბი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს ერთმანეთთან აკავშირებს. შუა დერეფნის გაძლიერება და აზერბაიჯანის ენერგოუსაფრთხოების ფუნქცია რეგიონს დამატებით სტაბილურობას სცემს. შედეგად, საქართველოს ევროკავშირისთვის უფრო საჭირო და მნიშვნელოვან პარტნიორად ყალიბდება, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად. გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე შუა კორიდორი არის უალტერნატივო მარშრუტი, სადაც რა თქმა უნდა საქართველოს არის ხერხემალი აზერბაიჯანთან ერთად და ნებისმიერი ტვირთი იქნება პროდუქცია, იქნება ეს თუ ნავთობ რესურსები იქნება, რომელიც ევროპისთვის არის განკუთვნილი ჩინეთიდან, შუა აზიის ქვეყნებიდან, იგივე აზერბაიჯანიდან, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გადანაწილდეს საქართველოს გავლით. ეს არის რეალური მოცემულობა, ამას რა თქმა უნდა ვერავინ ვერ შეცვლის და შესაბამისად რა თქმა უნდა გაასმაგებული არის საქართველოს მნიშვნელობა ევროპელი ქვეყნებისთვის. შუა კორიდორი ხდება ევროკავშირისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელი ხაზი, სასიცოცხლო ხაზი ენერგეტიკის ვაჭრობისთვის, ტრანსპორტირებისთვის და ასე შემდგომ, მიმდინარეო გეოპოლიტიკური ქაოსის და ომების გათვალისწინებით აზერბაიჯანი და საქართველოს უკვე ამდენი წელია ჩვენ ვაშენებთ აი ამ ალტერნატიულ სავაჭრო გზას. ასე რომ ჩვენ მივესალმით ამ ხელშეკრულებებს და მიგვაჩნია რომ თითოეული ასეთი ხელშეკრულება არის სასარგებლო საქართველოსთვისაც. როდესაც ქვეყანას აქვს ენერგორესურსები, ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი, ის ახდენს დანარჩენი სტრატეგიული პარტნიორების და ევროპის მომარაგებას და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ გზისთვის იყენებს საქართველოს, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენი შუა დერეფნის როლს და ასევე განავითარებს კავშირებს. ენერგეტიკული კრიზისის გაღრმავება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უსაფრთხო სატრანზიტო დერეფნის საჭიროებას. სწორედ ამ კონტექსტში საქართველოს როლი გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში კიდევ უფრო ძლიერდება. მსოფლიოში გაზრდილი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი მცირედით 0.25% პუნქტით 8.25%-მდე გაზარდა. აღინიშნა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მკვეთრად გამოხატული პრევენციული ხასიათისაა და კონცენტრირებულია ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაციასა და ნორმალიზებაზე. რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შემდეგ დღეს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო კომერციული ბანკებისთვის დაწესებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზედაზღვარი 5%-ით 25-დან 20%-მდე შეამცირა. დეტალებით ნუცა კოროშინაძე.
ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა ორგანიზაციამ რეფინანსირების განაკვეთი მცირედით 0.25% პუნქტით 8.25%-მდე გაზარდა. გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. საერთაშორისო საზოგადოება ახლა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორის არის გლობალურად გაზრდილი გეოპოლიტიკური დაძაბულობები, სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკ ფაქტორს ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე მოვლენები წარმოადგენს. აღნიშნული პროცესები ზრდის ენერგორესურსების ბაზრების არასტაბილურობას და საერთაშორისო მასშტაბით ინფლაციურ წნეხს აძლიერებს. ამ პირობებში ეროვნული ბანკი აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტიტუციურ ბერკეტს, რათა უზრუნველყოს ქვეყნის საფინანსო საკრედიტო სისტემების სტაბილურობა და შეამციროს გარე შოკებიდან მომდინარე შესაძლო ნეგატიური ეფექტები. განსაკუთრებული ინფლაციური წნეხი მომდინარეობს მსოფლიო ნავთობის ბაზრიდან და ნავთობპროდუქტების ბაზრიდან. სხვა შორის თუ დააკვირდებით აპრილისთვის ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოში აქაც დიდწილად სწორედ გარე ბაზრებიდან და ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასებიდან მომდინარე ეფექტი იყო, რომელმაც ძალიან დიდი კონტრიბუცია შეიტანა ინფლაციაში. აქედან გამომდინარე ჩვენს ვკონცენტრირდებით იმაზე, რომ უკეთ ვმართოთ ინფლაციური მოლოდინები. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუნდაც მცირე ბიჯით ჩვენ გაგვეზარდა რეფინანსირების განაკვეთი, ჩვენი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც ატარებს მკვეთრად გამოხატულ პრევენციულ ხასიათს. ანუ ეს არის ინფლაციური წნეხის, ინფლაციური რისკების ჩვენზე გადმოცემის პრევენცია. ამისთვის ვაკეთებთ ჩვენ ამას და ამიტომაც ვართ კონცენტრირებულები ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაციაზე და ნორმალიზებაზე, რათა ჩვენ შემდგომშიც არ ვიხილოთ ამ კუთხით მზარდი ზეწოლა. რეფინანსირების განაკვეთის 0.25% პუნქტით გაზრდის შემდეგ დღეს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. კომერციულ ბანკებისათვის დაწესებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზედაზღვარი 5%-ით 25%-დან 20%-მდე შეამცირა. აღნიშნული ცვლილება საბანკო საფინანსო სექტორს დამატებით შესაძლებლობას მისცემს. ეს კი თავის მხრივ მცირე ბიზნესისათვის სესხებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. შევაფასეთ როგორც კეთილსაიმედო და მედეგი ჩვენი საბანკო სისტემა საუკეთესო აქტივების ხარისხით, რისკები გადაზღვეულია მაღალი ლიკვიდობით, ასევე მაღალი კაპიტალის ბუფერებით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარეზერვო მინიმალური მოთხოვნები 25%-დან შეგვემცირებინა 20%-ზე. ეს რა მოლოდინს იწვევს? შესაძლოა იწვევს იმ მოლოდინს, რომ ბანკებს ექნებათ შესაძლებლობა უფრო მიმზიდველი პირობებით, უფრო დაბალ პროცენტში შესთავაზონ სესხები მცირე ბიზნესს, რაც იმავდროულად ფინანსურ სტაბილურობასაც შეუწყობს ხელს. ჰორმუზის სრუტეში ბლოკირების გამო მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების მიწოდება შეფერხებულია, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია. დარგის ექსპერტების განცხადებით აღნიშნული პროცესები ქვეყნის შიდა ბაზარზე პირდაპირ აისახება. ამ პირობებში კი ეროვნულ ბანკს მოთხოვნის შეზღუდვა უწევს. ლადო პაპავას განცხადებით ცენტრალური ბანკისათვის მთავარი ინსტრუმენტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა არის, რადგან ზომიერი მატება აძვირებს ფულს და ინფლაციურ წნეხს ამცირებს. ნავთობპროდუქტები ისეთი საქონელია, რომელსაც აქვს კუმულატიური ეფექტი. ანუ ჯაჭვური რეაქციით გადაედება ბაზრის ყველა სეგმენტს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს არის იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, განსაკუთრებით ნავთობპროდუქტების კუთხით, ბუნებრივია ეს საქართველოსაც აისახება. აქედან გამომდინარე, რაღაც ზომები აქვს მისაღები ცენტრალურ ბანკს, საქართველოს ეროვნულ ბანკს. ის ვერ გაზრდის ნავთობის მიწოდებას, ეს მისი კომპეტენცია არ არის. მან უნდა შეზღუდოს მოთხოვნა. ხოლო მოთხოვნის შეზღუდვის მიზნით ერთადერთი ქმედითი ძლიერი ინსტრუმენტი არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მატება, თუნდაც ზომიერი მატება, რაც გააძვირებს ფულს და შესაბამისად შეამცირებს ინფლაციას. გაცვლითი კურსისა და ზოგადად მაკროეკონომიკური სტაბილურობის ფონზე ბოლო 1 წლის განმავლობაში ანაბრების დოლარიზაცია 52%-დან 47%-მდე შემცირდა. 22%-მდეა შემცირებული ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული ცვლილება ამ პოზიტიურ ტენდენციებს კიდევ უფრო დააჩქარებს.
30 მილიონი ლარის ღირებულები 103 კილოგრამი მეტამფეტამინის შინაგან საქმეთა სამინისტრო მასშტაბური საერთაშორისო ნარკოტრაფიკის კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის, ასევე საქართველოში უკანონო ჩემოტანისა და გატანის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. ის კონკრეტული სქემით მოქმედებდა და ნარკოტიკი მეზობელი ქვეყნიდან კაუსტიკური სოდით დატვირთული სატვირთო ავტომობილით შემოიტანა, რის შემდეგაც მესამე ქვეყანაში უნდა გასულიყო. სამართალდამცავებმა ტომრებში გადანაწილებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეტამფეტამინის ტვირთის დეტალური დათვალიერებისას აღმოაჩინეს. ბორენა ონიანი გიამბობთ. ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ და საერთაშორისო ნარკოტრაფიკის მორიგი ფაქტი. კრიმინალური პოლიციისა და საბაჟო დეპარტამენტის ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 103 კილოგრამამდე ნარკოტიკი მეტამფეტამინი, რომლის საბაზრო ღირებულება ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს. განსაკუთრებით დიდი ოდენობის საშიში ნივთიერების საქართველოში უკანონო ჩემოტანის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. მოგებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი, რომლის საბაზრო ღირებულებაც ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გაირკვა, რომ დაკავებული საქართველოსა და თურქეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე აბდულაჰ დოღანია. ის ერთ-ერთი კომპანიის დირექტორია საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან კაუსტიკური სოდით დატვირთული სატვირთო ავტომობილით შემოვიდა და მესამე ქვეყანაში უნდა გასულიყო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი სამართალდამცველებმა ჩხრეკისას აღმოაჩინეს. სამართალდამცავებმა ტვირთის დეტალური დათვალიერებისას ტომრებში გადანაწილებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს. მოცემულ საქმეში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებაში მიცემის მიზნით შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მებაჟი ოფიცრებმა დიდი რისკის მქონე სატვირთო ავტომანქანა სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან შეაჩერეს. ის ბულგარეთის მიმართულებით ცდილობდა გადაადგილებას. აღმოჩნდა, რომ 103 კილოგრამამდე ნარკოტიკი, ქიმიური ნივთიერება, კაუსტიკური სოდა, ფხვნილის სახით წინასწარ დამზადებულ ტომარებში ავტომანქანის მისაბმელში იყო განთავსებული. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟი ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება განახორციელეს. კერძოდ, აღმოჩენილი იქნა 30 მილიონი ლარის ღირებულების განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება მეტამფეტამინი. საბაჟო გამშვებ პუნქტ სადახლოს ავტომობილოზე შეჩერებულ იქნა სატვირთო ავტომობილი, რომელიც სატრანსპორტო დოკუმენტაციის თანახმად დატვირთული იყო საწარმოო დანიშნულების კაუსტიკური სოდით. შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმების დამუშავების საფუძველზე მოხდა სრული ტვირთის დეტალური დათვალიერება, რის შედეგადაც მაღალი სიზუსტის მქონე ნარკოანალიზატორებით შემოწმებისას გამოვლინდა 103 კილოგრამამდე მეტამფეტამინი. გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით მეტამფეტამინის საქართველოში უკანონო ჩემოტანას ბრალდებული დაუდგენელ პირებთან წინასწარი შეთანხმებით ცდილობდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეს პროკურატურამ ბრალდება უკვე წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაუდგენელ პირებთან წინასწარი შეთანხმებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მეტამფეტამინის შემცველი ნივთიერების საქართველოს გავლით ბულგარეთის რესპუბლიკაში ტრანზიტით გადაზიდვის მიზნით თავისი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანა საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში გაგზავნა. ბრალდებულს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა შენახვას და საქართველოში უკანონო ჩემოტანას ედავება. ნარკორეალიზატორი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, დუმილის უფლებით სარგებლობს და ბრალს არ აღიარებს. გამოძიება ედავება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკული საშუალების შემოტანა, გადაზიდვა ტრანზიტით გატანას. ამ ეტაპზე ბრალს არ ვაღიარებთ და ინარჩუნებს მისთვის დუმილით მინიჭებულ უფლებას.
ნარკოტრაფიკის ფაქტზე დაკავებულს 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. კიდევ ერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი საქართველოს სცენაზე კანიე ვესტი თბილისში კონცერტს გამართავს. 24 გრემის მფლობელი არტისტი ჩვენს ქვეყანას სტარინგ ჯორჯიას ფარგლებში ეწვევა. 12 ივნისს დინამო არენაზე შეკრებილ 10,000-ობით მელომანს შესაძლებლობა ექნება მოусმინოს საყვარელ ჰიტებს. ბილეთების გაყიდვა 12 მაისს 12 საათიდან დაიწყება. კანიე ვესტი 21 საუკუნის მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი არტისტია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია მისი 150 მილიონზე მეტი ალბომი. ეს არის ის შოუ და ის სანახაობა, რომელმაც ბოლო პერიოდში მსოფლიო მასშტაბით მართლაც რომ შექმნა თავარი სალაპარაკო თემა. თუმცა გასაკვირი არ არის, რადგან საუბარია ისეთ არტისტზე, რომლის სათვალავზეც არის 24 გრემი და 150 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი. კანიე ვესტი საქართველოს 12 ივნისს ესტუმრება და ღონისძიება გაიმართება დინამო არენაზე. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო ამბავია, რადგან სტარინგ ჯორჯიას გამოცდილებაში ეს იქნება ყველაზე მასშტაბური ღონისძიება. განსაკუთრებული იქნება ქვეყნისთვისაც და რეგიონისთვისაც, რადგან პირველად ჩატარდება ისეთი შოუ, რომელიც 360 გრადუსს გულისხმობს. სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება და აგროსასურსათო პოტენციალის ათვისება, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში დასრულდა. დავით სონღულაშვილმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა როგორც აზერბაიჯანის, ისე პარტნიორი ქვეყნების კოლეგა მინისტრებთან. მხარეებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. დეტალებით მარიამ ნებიერიძე. რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობის განვითარება. ამ დღის წესრიგით სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა. შეხვედრები მიმდინარეობდა აზერბაიჯანისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან და მოიცავდა სოფლის მეურნეობის ვაჭრობისა და გარემოს დაცვის მიმართულებებს. იკვეთება ძალიან დიდი პოტენციალი, როგორც აზერბაიჯანთან მიმართებით, ასევე უზბეკეთთან მიმართებით, ეს არის შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს სავაჭრო ურთიერთობები, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სოფლის მეურნეობა. აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრ მაჯნუნ მამედოვთან შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები. აღინიშნა, რომ აქტიური პოლიტიკური დიალოგი და ინსტიტუციური მექანიზმები მათ შორის 2022 წლის მემორანდუმი და 2025 წელს შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფი მყარ საფუძველს ქმნის პარტნიორობის გაღრმავებისთვის. ყურადღება გამახვილდა აგროსასურსათო ვაჭრობის ზრდის დინამიკაზეც. გვაქვს თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი სოფლის მეურნეობის, მეცნიერებისა და კვლევების მიმართულებით, მათ შორის სასაზღვრო დაავადებებთან ერთობლივი ბრძოლის კუთხით. აქტიურად თანამშრომლობთ მეღვინეობის კუთხითაც. ქართული ღვინო მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და აზერბაიჯანი მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია. ქართველ მევენახეებს აქვთ მდიდარი გამოცდილება და ცოდნა, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლოა. ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი ასევე შეხვდა უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მევენახეობა მეღვინეობის მიმართულებით თანამშრომლობაზე, რომელიც 2023 წლის მემორანდუმს ეფუძნება. საქართველოს სოფლის მეურნეობა და უზბეკეთის განსხვავებულია. ჩვენ გვაქვს ტროპიკული და მშრალი ტერიტორიები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება ჩვენი სოფლის მეურნეობის დარგის გამრავალფეროვნებისთვის. მაგალითად, ჩვენ მოგვყავს ყურძენი დიდი რაოდენობით, მაგრამ ღვინის წარმოება საქართველოში კარგად განვითარებულია და ჩვენთვის საინტერესოა ამ გამოცდილების გაზიარება. სწორედ ამ საკითხზე გვქონდა დღეს მინისტრთან საუბარი. ჩვენ ისტორიულად მოვიხმართ ქართულ ჩაის. ჩვენ ხალხს ძალიან გვიყვარს ქართული ჩაი. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, რომ უზბეკეთში გვინდა ჩაის კულტურის გაშენება, საქართველოს გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო აგროგამოფენის კასპიან არგო 2026 და კვების მრეწველობის 31 გამოფენის გახსნის ღონისძიებაში, სადაც საქართველოს პავილიონში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს უმასპინძლა. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის 60 წლის იუბილე ღონისძიებას განათლების ინფრასტრუქტურის და ჯანდაცვის მინისტრები დაესწრნენ. გევი მიქანაძემ სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ადმინისტრაციას და კურსდამთავრებულებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და კომაროვის სკოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიების ფარგლებში კომაროვის სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს სკოლის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოები გადაეცათ. საიუბილეო ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი და სხვა
მოწვეული სტუმრები. ჩვენ აღნიშნავთ კომაროვის სკოლის დაარსების 60 წლის იუბილეს. სკოლის, რომელმაც არაერთი გამოჩენილი მეცნიერი აღუზარდა ქვეყანას, რომელთაც ქვეყნის სახელი საამაყოდ გაიტანეს მსოფლიოს მასშტაბით. ადამიანები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს მათემატიკის, ფიზიკის და სხვა STEM მიმართულებების კუთხით მეცნიერების განვითარებას. ეს სკოლა ნამდვილად იქცა ათწლეულების განმავლობაში ბრენდად, რომელიც ასოცირდება განათლებასთან, ცოდნასთან. ჩვენი სამინისტროს რომ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კომაროვის სკოლის ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდეს, რაც შეიძლება მალე და უკვე ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელს დავიწყებთ პირველ სამუშაოებს. უბიდის ფარგლებში მოწვეული ყავდა პირველი თაობა კომაროველები, დავაჯილდოვეთ კომაროვის 8-წლიანი პედაგოგები, რომელიც 30 წელზე მეტია სკოლას ემსახურებიან და ძალიან მოხარული ვართ, რომ იუბილის დღეს დაანონსდა სკოლის ახალი საერთო საცხოვრებლის აშენების საკითხი. ქართველი მზარეულები ბასკეთის კულინარიის ცენტრში გადამზადდებიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით. ამჯერად კულინარები საერთაშორისო გამოცდილებას ესპანეთში დაეუფლებიან. მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასწავლებელში ისინი სფეროს თანამედროვე ტენდენციებს პრაქტიკული მეცადინეობის გზით გაეცნობიან. სასწავლო კურსი 25 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება, რომლის დასრულების შემდგომ მონაწილეებს ოფიციალური სერტიფიკატები გადაეცემათ. ლევან წუწუნავაგი ამბობთ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს მიღებას დამწყები შეფმზარეულებისთვის. კიდევ ერთი შესაძლებლობა ქართველ მზარეულებს უკვე მეორედ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კულინარიით დაინტერესებულ ადამიანებს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასწავლებელში გადამზადების კურსს სთავაზობს. კონკურსში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. ადმინისტრაცია მათგან 10 ადამიანს შეარჩევს, რომლებიც საერთაშორისო კულინარიულ გამოცდილებას სან-სებასტიანში ბასკეთის კულინარიის ცენტრში მიიღებენ და ევროპულ გამოცდილებას საქართველოში გამოიყენებენ. გასტროტურისტული პროდუქტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია საქართველოს ტურიზმისთვის და ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან დიდ რესურსს ვდებთ როგორც განვითარების თვალსაზრისით, ასევე მარკეტინგში იმისთვის, რომ საქართველოში სწორედად ჩვენი განსაკუთრებული გასტრონომიისთვის ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიდეს. სასწავლო კურსი, რომელიც 29 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება, პროფესიონალური კულინარიის საფუძვლებს, კერძების დამზადების პრაქტიკულ მეცადინეობას, ტრადიციული და რეგიონული სამზარეულოს ტექნოლოგიების დაუფლებას და მსოფლიო ტენდენციების გაცნობას მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ბასკეთის კულინარიის ცენტრის ოფიციალური სერტიფიკატი გადაეცემათ. ერთი წამი, ეგარი, დაიყიმეთ. ქართველმა მზარეულებმა გასულ წელს მსგავსი გამოცდილება დიჟონში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულინარიულ სკოლა ფერანდი პარიზში მიიღეს. მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება და გავიცანი ძალიან საინტერესო პროფესიონალები, ისევე როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ფრანგული მხრიდან და დაუვიწყარი შესაძლებლობა იყო. და ძალიან მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ ვსწავლობდით ფრანგული კულინარიის ხელოვნებას, თანამედროვე კულინარიულ ტექნიკებს, მიდგომებს. ეს პერიოდი ჩვენთვის იყო ძალიან ისეთი შემეცნებითი და პროდუქტიული. დააბრუნდით საქართველოში უფრო განვითარებულები და პროფესიულად წინ წასულები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად გასულ წელს ჟიურიმ 78 კანდიდატიდან 10 მზარეული შეარჩია, რომლებმაც 2 კვირის განმავლობაში კერძების მომზადების პრაქტიკული სწავლება გაიარეს. დაეუფლნენ ახალ ტექნოლოგიებს, გაიცნენ მსოფლიო უახლეს ტენდენციებს სამზარეულოს აღჭურვისა და მართვის კუთხით. ზოგიერთი მათგანი მონაწილეობას წლევანდელ კონკურსშიც აპირებს, რათა კვალიფიკაცია კიდევ უფრო აიმაღლოს. მე პირადად ეხლა კიდე მაქვს სურვილი, რომ ფერანდიში რაღაცნაირად უფრო გრძელვადიან ვადაში მოვხდე, იმიტომ რომ იქ იმ ერთ თვეში იმდენი რაღაც ვნახე, რომ ალბათ მთელი ამ კარიერის განმავლობაში გავმადგება და არის ძალიან მაგარი წამოწყება. უსურვებ ყველას, რომ წავიდნენ და ვფიქრობ, რომ ყველა მონაწილეობა უნდა მიიღოს აბსოლუტურად. ქართველი შეფებისთვის, მათი წინსვლისთვის და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს კონკურსი. ტურიზმს რაც შეეხება, ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენი სტუმართმასპინძლობის თემა ტურიზმთან. შესაბამისად, ეს გამოცდილება, რასაც ჩვენ ვიღებთ საზღვარგარეთ, ძალიან წადგება ქართულ კულინარიასაც. ბასკეთის კულინარიის ცენტრი 2009 წელს დაარსდა, ხოლო კამპუსი ოფიციალურად 2011 წელს გაიხსნა. ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კულინარიულ საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრს წარმოადგენს.
ეს ყოფასტევის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.